კომბლე ნიკო და სიკო გამოქვებული მგელი და კრავი მხატვარმა და რეჟისორმა არაერთი ანიმაციით ქართული მულტიპლიკაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გივი კასრაძე საქართველოს კინემატოგრაფის და შემოქმედებითი კავშირის წევრი და საქართველოს დამსახურებული მხატვარი იყო. გლისა და კრავის ანიმაციის გავარდისფრებული გამოსახულების შავი ნაკაწრები 40 წლიან ისტორიასა და მრავალი თაობის სიყვარულს ინახავს. ამ ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟების სულის ჩამდგმელი მხატვრის გივი კასრაძის სახელი დღეიდან ქართული მულტიპლიკაციის ოქროს ფონდში ჩაიწერა. როგორც ამბობენ ავტორსა და მის მიერ შექმნილ გმირებს მთავარი რამ სიკეთე და სიყვარული აერთიანებდა. ესეთი ისტორია ქონდა ამ მულტფილმს, რომ მოგეხსენებათ, როდესაც ფილმი იქმნებოდა, უნდა მოსკოვში გაიარა ცენზურა. როდესაც კომისიამ ნახა, უთხრეს, რომ არაო, ესე არ შეიძლებაო, მგელმაო, აუცილებლად უნდა შეჭამოსო, კრავიო, ესო რაღაც ძალიან ლოიალური მგელიაო და ორი ვერსია შეიქმნა. ერთი ცენზურისთვის იქ წარსადგენად, რომ იმ ვერსიაში მგელი იყო ესეთი მგელი, რომელიც კრავს ჭამდა და მეორე ის ვერსია, რაც მერე ავიდა ეკრანებზე. სამხატვრო აკადემიაში წლების განმავლობაში თაობებს გამოცდილებას უზიარებდა. მხატვარმა ქართული ფერადი თოჯინური მულტიპლიკაციის განვითარების ისტორიაში თავისი ხელწერა დატოვა. ერთი პერსონაჟის ანიმაციას, რომლის სახელწოდებაა გამოქვაბულში, მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაგაცილებთ, ხوار გეშინი? ჩემგან მოგითხვა გადაეცით. მართლა ხომ არ გეშინი? არა, რა სამ. ხვალგელით, აუცილებლად მოვალ. გივი კასრაძის ფილმოგრაფიაში ჩაიწერა ნანა მჭედლიძის მხატვრული ფილმის ვიღაცას ავტობუსი აგვიანდება მხატვრული გაფორმებაც. თოჯინური ფერადი ანიმაცია შრომის მოყარე კომბლეზე, რომელმაც ბატონს ჭკუა კომბლის საშუალებით ასწავლა, ქართული სატირული ანიმაციის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. გარდაიცვალა ქართული მულტიპლიკაციის ერთ-ერთი უკანასკნელი მოგიკანე. და თან სიმბოლური ის არის, რომ ქართული მულტიპლიკაცია 92 წლის შესრულდება წელს. და მასაც აი 92 წელი შეუსრულდებოდა. ჯერ იყო გამორჩეული როგორც მხატვარი. საოცარი ხელწერის, აი მსოფლიო დონის ხელწერის მხატვარი იყო. პორტრეტისტი არაჩვეულებრივი და ასე შემდეგ. და სწორედ ამ მხატვრობიდან მოხდა მულტიპლიკაციაში 50-იან წლების ბოლოს გივი კასრაძე. ძველი ქართული ანიმაციის აღდგენისა და თანამედროვე ციფრულ მატარებელზე გადატანის პროცესი კვლავ გრძელდება. სულ მალე რესტავრაცია გივი კასრაძის ანიმაციურ ფილმებსაც ჩაუტარდება. კომბლე პირველი იქნება, ვინც ჯადოსნურ ეკრანზე ახალ სიცოცხლეს დაიწყებს. სამართალმა პური ჭამა.